ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების რიგით მეორე კონცერტი გაიმართა. თამარ ლიჩელის ორგანიზებით გამართული კონცერტები არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებში ჩაიდგა. ეს გახლავთ კონცერტების სერია ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები, რომელიც მიზნად ისახავს ქართული კომპოზიტორების ნაწარმოებების პოპულარიზაციას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ეს გახლავთ საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, აი ამ ულამაზეს დარბაზში ტარდება სწორედ დღეს კონცერტი. დღევანდელი საღამო ეძღვნება ქართულ მუსიკას. რამდენადაც მე ვიცი, ქალბატონი თათა ლიჩელისგან იგი სისტემატურად მართავს ამ ტიპის ღონისძიებებს მთელს საქართველოში. რასაკვირველია, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული მუსიკის პოპულარიზაციისთვის და იმის გაცნობიერებისთვის, რომ ქართველმა ერმა შექმნა მე-20 საუკუნეშიც და 21 საუკუნეშიც საკმაოდ ანგარიშგასაწევი ხელოვნება და მუსიკა. არა მარტო საქართველოში, საქართველოს გარეთაც ძალიან ბევრმა ძალიან კარგად იცის ქართული მუსიკის და ქართული კომპოზიტორების ღვაწლი საერთოდ მსოფლიო მუსიკალურ ხელოვნებაში. თამოყრილი იქნება თუ თითქმის ყველა კლასიკური მუსიკის ფუძემდებლების ნაწარმოებები. ეს არც უკვე ისეთი პატარა და ადვილი საქმე. არა მარტო დღეს, 24-ში ეს იგივე გამეორდება თელავის მსმენელთან.